პირველი ჩვენი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა რეალური დაპირისპირება მე მგონი 2005 წელს ფაქტობრივად სანდრო გურგლიანის მკვლელობის შემდეგ როცა შემთხვევით ბადე პადარკაჩვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები რომელმაც ეს აწყალი სანდრო და მის მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე რომელიც ასევე ბადის სახლის გვერდზე იყო და მოგეთ ბადისთან ჩავარდა ბადის ხელში ჰქონდა ის ჩანაწერები რომელიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს რომელი მანქანით აიყვანეს და ამავდროულად და უზამაზარი ზეწოლის ქვეშ მოხვდით რომ ეს არ გვეჩვენებინა არაფერი იმედზე თავიდან იყო ეს მეგობრული რა თქმა უნდა ბადრი იყო ამის ცენტრი თავიდან იყო რომ არაჩვენდა რაც გინდა გთხოვეთ და მე გადავიდა ეს ყველაფერი მუქარებს და მე რა თქმა უნდა რაღაც მომენტში ჩემამდეც გადმოვიდა იმიტომ რომ მეც ძალიან ხალხს ვიცნობდი ხა თბილისიდან გიგაბუკერია ჩემი მეზობელი იყო თლად ჩემ ეზოში გაიზარდა და ამიტომ ჩემზეც გადმოვიდა და ყველა ჩვენ გაშემო ეს არაჩვენოთ მაგრამ ბადის გადაწყვეტილება იყო ბოლო ფუნდამენტალური და ყველა ჩვენ გვეძებდა იქით რომ ეს უნდა გვეჩვენებინა და ვაჩვენეთ ეს იმედზე და აქედან დაიწყო ფაქტობრივად არევა მთელი ჩვენი სიტუაციის საქართველოს მთავრობას